გამარჯობა, ვაგრძელებ ჩვენს მიერ გაშიფრული ბაშპლემის ფილის ტექსტის შესახებ საუბარს. მანამდე უპასუხებთ თქვენს შეკითხვას. გწერთ, რომ დღევანდელი ქართველი მეცნიერები წინ არ გაგიშვებენო, ანუ ისინი არ მოახდენენ ჩვენს მიერ გაშიფრული გრაკლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტების ბაშპლემის ფილის ტექსტის, ასევე სვეტიცხოვლის წრიული ფრესკის კვლევების რეცენზირებასო. ალბათ შურიც გხდებიან თქვენ რომ შეძელით მათი გაშიფრვაო. პირდაპირ გიპასუხეთ, რაც უნდათ ის უქნიათ. ჩვენთვის მთავარი ხარ თქვენ, პატივცემულო ჩვენო მაყურებლებო. აღიარება კი მაინც მოვა. გამოჩნდებიან კეთილსინდისეერი მეცნიერები და ობიექტურად შეაფასებენ ჩვენს კვლევებს. სოფლიო გაიგებს ქართველთა შესახებ სიმართლეს, რომ უძველესი ცივილიზაცია ვართ და ჯერჯერობით ყველაზე უხნესი ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ანბანდური დამწერლობა გაგვაჩნია. უბრალოდ საწყენია ასეთი ადამიანები საკუთარ თავს საქართველოზე წინ რატომ აყენებენ, რაც უნდათ ეცადონ ქართველური ეთნოსის წარმოშობის ისტორიას ვერ დამალავენ. საქართველოს წარსულზე უკვე ალაპარაკდნენ უცხოელი მეცნიერები. ახლა ბაშპლემის ფილის მეხუთე სიმბოლოს შესახებ, რომელიც წარმოდგენილია ვაი სილაბარში ფონეტიკური შესატყვისით PE. ის ეტიმოლოგიური მნიშვნელობით გვხვდება იორუბას ენაში და ქართულად ნიშნავს შეკრებას, შეკრიბე. ესე იგი, თანამედროვე ქართულ ენაზე B ჰორიზონტალური ხაზის მეხუთე სიმბოლოს გათვალისწინებით გვექნება შემდეგი წინადადება. შენი სამი შვილი ნოე, შეკრიბე. უფრო დაწვრილებით იხილეთ ვრცელ ვიდეოში, რომელიც არ არის დიდი მოცულობის. გთხოვთ გადახვიდეთ ჩვენს არხზე და უყუროთ ვრცელ და სხვა ვიდეოებს. გამოიწეროთ არხი, მოგწეროთ შეკითხვები და კომენტარები. დიდი მადლობა.